თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება ოტია იოსელიანის დაბადებიდან 95 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონფერენციას პროფესორები, მწერლის ოჯახის წევრები და სტუდენტები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში ოტია იოსელიანის ოჯახის წევრებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას მწერლის პირადი ნივთები და წიგნები საჩუქრად გადასცეს. სამეცნიერო კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბის ინიციატივით გაიმართა. აქ შეკრებილები ოტია იოსელიანის ცხოვრებასა და მის უდიდეს ღვაწლზე საუბრობდნენ. ოტია იოსელიანმა უკვე დაიმკვიდრა თავისი ღირსეული სახელი ქართული მწერლობის ისტორიაში. ის არის ერთ-ერთი საუკეთესო პროზაიკოსი, საუკეთესო დრამატურგი, საუკეთესო ლექსების ავტორი და მე მიხარია, რომ თანამედროვე ახალგაზრდები ასე აფასებენ ამ დიდი მწერლის მემკვიდრეობას და სწორედ მათი ინიციატივით იმართება დღევანდელი ღონისძიება. ეს არის სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება ფაქტობრივად ოტია იოსელიანის შემოქმედებას. ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ ოტია იოსელიანის ოჯახის, რათა მათ გადაწყვიტეს, რომ ჩვენი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისათვის შემოეწირათ პირადი ნივთები ოტია იოსელიანისა, რომელიც მუდმივად იქნება გამოფენილი ჩვენს საექსპოზიციო სივრცეში და ჩვენს ახალგაზრდებს, უნივერსიტეტის სტუდენტებს, ასევე გარედან მოსულ კითხველებს მუდმივად ექნებათ შესაძლებლობა შეხედონ ოტია იოსელიანის ნაქონ ნივთებს და კიდევ ერთხელ გაიხსენონ ეს დიდი მწერალი, რომლის შემოქმედება ასე გაამდიდრა ჩვენი ქართული ლიტერატურის ისტორია. ეს ნამდვილად ღირსშესანიშნავი დღე არის და მე ბედნიერი ვარ, რომ მონაწილეობ აი ამ შესანიშნავ ღონისძიებაში. ოტია იოსელიანს ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჩვენს ლაბორატორიასთან. ფაქტობრივად ესწრებოდა კიდე ჩემს ლექციებს. არაერთხელ სპეციალურად ჩამოდიოდა, მონაწილეობდა სამეცნიერო კვლევებშიც, მარად უკტავ იქნება მისი სახელი და ძალიან ბევრია მოსაგონარი ალბათ ჩვენ გამომსვლელებში მეც და სხვაებიც აღნიშნავენ იმ დიდ ღვაწლს, მოგონებებს, იმ ტკბილ შეხვედრებს, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს ამ შესანიშნავ მწერალთან. ერთს ვიტყვი, რომ აუცილებელი ახალგაზრდობამ ძირფესვიანად შეისწავლოს მისი ყველა ქმნილება, შემოქმედება. დიდი ქართველი მწერლისა და პოეტის ოტია იოსელიანის 95 წლის იუბილე გახლავთ, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბმა გავაკეთეთ სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეხება ამ დიდი ქართველის შემოქმედებას, მის როლს ჩვენი მომავალთაობის წინაშე, ქართული მწერლობისა და პოეზიის წინაშე და უნდა აღვნიშნოთ, რომ სწორედ ეს პროექტი გახლავთ სტუდენტური პროექტი, რომელიც დაფინანსდა ადმინისტრაციის მიერ და ჩვენ სტუდენტებს ამით ვაძლევთ საშუალებას, რომ მათ კიდევ ერთხელ გაუსვან ხაზი და გაიღრმავონ ცოდნა ოტია იოსელიანის შემოქმედების მიმართ. ძალიან ძვირფასი დღეა ჩვენთვის, ჩვენი ოჯახისთვის. დღეს ხდება ოტია იოსელიანის გახსენება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კულტურის კერაში, სადაც გამოდიან ჩვენი ახალგაზრდები, ესეთი განათლებულები, ესეთი კარგად განსწავლულები და ეს ძალიან დიდი დაფასება ამ მწერლისა. მე ძალიან ბედნიერი ვარ ჩვენი ოჯახის სახელით. ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინაც ეს ჩაიფიქრა, ვინაც განახორციელება, ვინც მონაწილეობა მიიღო. საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში 20 დეკემბერს მონაზონ თამარ უროტაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში გამოფენა მოეწყო. აქ წარმოდგენილი იყო დედა თამარის სიცოცხლეში შექმნილი საეკლესიო ნაქარგობის ნიმუშები. გარდა ამისა, დამთვალიერებელმა იხილა მისი მოსწავლეებისა და სხვათა ნამუშევრები. გამოფენის ფარგლებში გაიმართა მონაზონ თამარ უროტაძის შესახებ შექმნილი წიგნის წარდგინება სახელწოდებით „ხელნი ესე ჩემნი მსახურებდნენ უფალსა“. ავტორი გახლავთ მურად მთვარელიძე. ღონისძიებას სასულიერო პირები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, დედა თამარის მოსწავლეები, ოჯახის წევრები და ახლობლები ესწრებოდნენ. აქ შეკრებილები მონაზონ თამარ უროტაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე საუბრობდნენ. დედა თამარი იყო საოცარი ბუნების ადამიანი, საოცარი კულტურის მქონე ადამიანი და რაც ყველაზე მეტად მასში იყო დავანებული, ძალიან უყვარდა ღმერთი, შეუძლებელი იყო ასეთ დიდ და ასეთ ძლიერად
ქალისთვის საკმაოდ რთულ საქმეს შეჭიდებოდა. რთული და ამავდროულად მეტად საპასუხისმგებლო იყო. ყოველთვის იყო მადლიერი და მადლიანი ადამიანი. მისი მადლიერება გამოიხატებოდა ჯერ ჩვენი ღირსეული წინაპრების მიერ დაწყებული საქმის ერთგულებაში, იმაში რომ ყოველთვის ამ ადამიანებს ჩვენს ღირსეულ წინაპრებს მოიხსენებდა სიყვარულით და მე კიდევ პატრიარქისადმი მადლიერი იყო, იმიტომ რომ სწორედ მან აკურთხა რომ ეს დიდი საქმე გაეგრძელებინა. მე ვფიქრობ, დედა თამარის გარდაცვალებით რაღაც ერთი ეპოქა დასრულდა საეკლესიო ნაქარგობის ისტორიაში, თუმცა ბედნიერება და უდიდესი სიხარულის მომგვრელია, რომ ეს საქმე გრძელდება, არამც თუ გრძელდება, დედა თამარს სახელს დავიწყება არ უწევდა, იმიტომ რომ მისი ღვაწლი, მისი საქმე არის დაუსრულებელი და მით უმეტეს ქართულ საეკლესიო სივრცეში უდიდესი ინტერესის, უდიდესი სიყვარულის გაგრძელებაა. არიან ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებული მისიით მოდიან ამ ქვეყნად. მე ვფიქრობ, რომ ეთერი როტაძე დედა თამარი სწორედ ასეთი მისიით იყო მოსული ამ ქვეყანაზე, რომელს უნდა ეღვაწა და ეღორძინებია ძალიან მნიშვნელოვანი სფერო ჩვენი კულტურისა. ეთერის სახელს უკავშირდება ქართული ოქრომკედის ნაქარგობის საოცარი ხელოვნების აღდგენა და არა მარტო აღდგენა, აი ამ თავისი დიდი შრომის მოყვარეობით, ცოდნით, ენერგიით და საქმისადმი უსაზღრო დიდი სიყვარულით და პატრიოტიზმით, რაც მთავარია, მან შეეძლო საქართველოში შეექმნა სკოლა. და აი ეს სკოლა დღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია გამფენილი და ეთერის საქმე გრძელდება უკვე მთელ საქართველოში. ვფიქრობ, ეს გამარჯვებაა. აი შესაბამისად მე მინდოდა რომ ეთერის ღვაწლი არ დაკარგულიყო კიდევ იმ თვალსაზრისითაც რომ აი წიგნს შემოენახა, კრებულს შემოენახა მისი დამსახურება, მისი ღვაწლი ქართული ეკლესიის, ქართული ერის წინაშე ზოგადად და აი ამ კრებულში მოიყარა თავი ყველა იმ მასალამ, რაც ეთერს უკავშირდება. ამავე კრებულში თქვენ შეხვდებით მის საინტერესო წერილებს აი ამ სფეროსთან მიმართებაში, საინტერესო წერილებს სხვა ადამიანებისა, ეთერთან დაკავშირებით, დედა თამართან დაკავშირებით. 10 წელი გავიდა დედა თამარის გარდაცვალებიდან და აი დღევანდელი საღამო მე ვფიქრობ კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ თუნდაც ადამიანი დიდ საქმეს აკეთებს, ის არასოდეს არ არის დავიწყებული. როდესაც მასთან ურთიერთობა ჰქონდა, თავის უზომოდ ძალიან დიდ სიყვარულს ღვთისადმი და იმ ქართული საქმისადმი ყველას გადასცემდა და მათ შორის ჩვენც და მისი თხოვნა იყო მისი გარდაცვალების წინა დღეს, წინა საღამოს, როდესაც მე და კიდევ ორმა ადამიანმა იგი ვინახულეთ, მაშინ მითხრა მან, რომ აი რა კარგია კახაბერ რომ მოხვედი და იცოდე რომ თქვენს კოლეჯში, თამარ მეფის სახელობის კოლეჯში თქვენ ყოველ წელს უნდა გამოყვებოთ აბრეშუმის ჭია და ღვთისშეწევნით უწმინდესის ლოცვა კურთხევით ჩვენ ამ საქმეს ვაკეთებთ. დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ჩვენ ვიხსენებთ ადამიანს, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ქართული ხელსაქმის განვითარების ისტორიაში, განსაკუთრებით დაკარგული, ფაქტობრივად დაკარგული ხელსაქმის მიმართულების ოქრომკედით ქარგვის აღორძინებაში. დიდია მისი როლი, ძალიან დიდი მართლა ამ საქმის აღორძინებაში, დიდია მისი როლი უამრავი მოსწავლის გაზრდაში, რომლებიც აგრძელებენ ამ საქმიანობას და დღეს აქ თქვენ ნახეთ კიდევაც რომ აქ იყვნენ არა მარტო თქვათ მისი მოსწავლის მოსწავლეები, ანუ რამოდენიმე თაობას გადაეცემა აი ეს საოცარი ხელსაქმე, ურთულესი ხელსაქმე, ერთ-ერთი მიმართულება ხელსაქმეს და ეგრეთ წოდებული ნამაგრისითვით ქარგვა, ოქრომკედით და ვერცხლით ქარგვა და რადგან მან ასეთი დიდი კვალი დატოვა, ჩვენ ამით ვართ ძალიან ბედნიერები. აღსანიშნავია, რომ მონაზონი თამარ ეთერ უროტაძე საპატრიარქოს ახალგაზრდული რეწვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. მისი უშუალო ძალისხმევით აღდგა არაერთი მივიწყებული სახელოვნებო დარგი საქართველოში. მონაზონი თამარი ეთერ უროტაძე 2015 წლის 20 დეკემბერს 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ ბასიანის 25 წლის იუბილესად მიმიძღვნელი სოლო კონცერტი გაიმართა. კონცერტზე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორული ნიმუშები და თანამედროვე პროფესიული საგუნდო ნაწარმოებები შესრულდა. ღონისძიება კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. შეგახსენებთ, რომ ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი ბასიანი 2000 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით დაარსდა. 2013 წელს კი მას სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი მიენიჭა. არაჩვეულებრივი დღეა. სახელმწიფო ანსამბლი ბასიანი 25 წლის იუბილეს ზეიმობს და ჩვენ ამ ზეიმის მონაწილეები გავხდით და ნამდვილად საოცარი. უმაღლესი ხარისხი, როგორც ყოველთვის, დღესაც აჩვენეს და ბედნიერია ამ წინა საახალწლო პერიოდში ქვეყანაც და ის ქვეყანა, რომელსაც ყავს ბასიანი. და ყველაფერს საუკეთესოს უსურვებ, რასაკვირველია მომდევნო წლებშიც და დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი კიდევ ბევრი ათეული წელი ემსახურებიან საქართველოს ხელოვნებას, საქართველოს სახელის გატანას მთელ მსოფლიოში. მართლა ემოციური იყო იმ კუთხით, რომ შევასრულეთ ისეთი სიმღერები, რაც დიდი ხანი არ გვიმღერია მანამდე, აი პირველად რაც პირველმა ბასიანმა რაც დაიწყო თქვა პირველი შემადგენლობით სიმღერები, ის სიმღერები აღვადგინეთ ვიმღერეთ, ხალხმა ძალიან კარგად მიიღო და დიდი მადლობა ყველას ამ კონცერტის მხარდაჭერისთვის, საოცარი დარბაზია. ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრი ყოველთვის გვიჭერს ხვალ ანსამბლ ბასიანს. ჩვენი პირველი ჩაწერები აქ მოხდა, პირველი კონცერტები და რაღაც ჩვენთვის მშობლიური ადგილია, ძალიან შინაურად ვგრძნობ თავს და მადლობა ამ დარბაზს. მის ხელმძღვანელობას ბატონ ვახტანგ კახიძეს და რა თქმა უნდა კულტურის სამინისტროს, რომელიც ყოველთვის ხარს უჭერს ზოგადად ქართულ ფოლკლორს და ამ შემთხვევაში ანსამბლ ბასიანს. ეს კონცერტი იყო გამორჩეული, იმიტომ რომ რამდენიმე სრულიად ახალი მუსიკალური ნიმუში წარუდგინეთ საზოგადოებას, მათ შორის უნდა აღენიშნოს ხაზგასმით ჩაკრულოს ახალი ვარიანტი, რომელიც აქამდე არ შესრულებულა, ასევე იოსებ კეჭაყმაძის რამდენიმე ნაწარმოები, ქართახური სიმღერები, ასევე გურული სიმღერები და საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ ეს იყო წარმატებული კონცერტი, იმიტომ რომ ჩვენი მაყურებელი იყო ძალიან გახარებული, ძალიან ბედნიერი და რა თქმა უნდა ჩვენც მათთან ერთად ვიყავით ძალიან ბედნიერი.